ვარჯიშობ და მოძრაობას აკეთებ ხარ, აი აქ და ახლა. ეს რძემჟავა ტკივილი, იცი როგორ მიყვარს. აქ ვერ შემეჯიბრება ეხა. ეს მეგონა სავარჯიშო თქო, აქ სავარჯიშოს არაფერს არ გავს ეხა ეს. რას გავს? ასოციაციები გამოიწვევს. 30 პლუსიდან ქალს ეს ყველაზე მეტად ჭირდება. ტრადიციული რიტუალი ძალიან საინტერესო სტუმარი გველოდება სხვათა შორის. ძალიან საინტერესო თემებით. არ გამოტოვოთ. დონატებს რატო ვჭამ? გადაღების წინ მაგასაც ვიტყვი. შეიძლება ბევრს გაუკვირდა ეხლა. მოკლედ, არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დალაიქეთ ამ ვიდეოს და ასევე subscribe. მოკლედ, თემა იქნება ქალთა ვარჯიში. ულამაზესი, სექსუალურესი, ქარიზმატულესი, ნიჭიერესი, მოდელი, მსახიობი, პოდკასტერი, ტელეწამყვანი, ინფლუენსერი. უბრალოდ გავლენიანი და ადამიანი. უბრალოდ ძალიან მაგარი გოგონა ალექსანდრა პაიჭაძე და დღეს გვექნება რა წარდგენა მქონდა. დღეს გვექნება გადაცემა ქალთა ვარჯიშზე, იმიტომ ამარჩიე შენი კანდიდატურა ამ გადაცემაზე, რომ ჩემთვის ერთ-ერთი აიდოლ ხარ იმ გოგონებში და ქალებში დღეს, რომლებიც ცნობილები არიან და რომლებიც ვარჯიშობენ, იმიტომ რომ სულ ფორმაში ხარ, გიყურებ, ჩემთან ერთადაც ვარჯიშობდი და სულ ვარჯიშობ მოკლედ და ვინ თუ არა, ეხლა შეგვიძლია შევიდეთ ოქტოპუსში და შეგვიძლია დავიწყოთ ნელ-ნელა ვარჯიში. ალე, მოკლედ, სანამ უკვე სერიოზულ კითხვებზე გადავალთ, მოდი ცოტა გავხურდეთ და ბლიც კითხვები. მოკლედ, მზად ხარ? მაგრამ მიყვარს. მიდი გამოვიშ. სალათი თუ ბურგერი? სალათი. პორშე თუ ფერარი? პორშე. ფოტო გადაღება თუ ვიდეო გადაღება? ვიდეო გადაღება. მოდელობა თუ მსახიობობა? მსახიობობა. ვერბალური ფლირტი თუ აი კონტაქტი? Eye contact. ფანები, რომლებიც გაღმერთებენ თუ ფანები, რომლებიც გაშარჯებენ? ფანები, რომლებიც მაშარჯებენ. რომანტიული თუ ცეცხლოვანი? ცეცხლოვანი. რა მინდა რომ გითხო რა, გადევნებ თვალს და ესე იგი ზოგჯერ რამოდენიმე გადაღება გაქვს დღეში რა, ეს რეკლამები, გადაცემებში, პოდკასტებში და ყველგან ხედავ რა და როგორ ახერხებ რომ სისტემატურად ივარჯიშო, იმიტომ რომ ამას რომ ვარჯიშო სისტემატურობა ჭირდება, ნუ ეგ ხო ვიცით ხო? სისტემატურობა ჭირდება, მაგრამ ბოლო დროს ჩემი მეთოდიკა მაქვს. აბა ტრენაჟორი მაქვს სახში როგორი იცი? რეზინები, resident bands ხო იცი? აი ეგ და ვაფშე ყველაფერს მაგას მოვიხმარ ყველაფერზე რა და ჩემთვის თავარია რომ აი თეთრს გარშემო და მენჯების გარშემო ხო იცი ცელულიტი სადაც გროვდება, სადაც უფრო პრობლემური აი ძალიან პერფექციონისტი ვარ მაგ ნაწილში ვიქტორიას სიკრეტზე ვარ გაზრდილი ბოლო-ბოლო და სულ მინდოდა რომ ფეხი ბოლომდე ყოფილიყო წკრიალა და სლიკინა რა, ანუ აი ფორთოხლის კანის გარშემო რა. ნამდვილად მოახერხე. სახში რეზინებით თუ ვარჯიშობ, მე ისეთი კმაყოფილება მეუფლება, ანუ სულიერად, მენტალურად სხეულის დონეზე რა, ანუ კი მინიმალურია, მაგრამ ხო გავაკეთე რაღაც. ისე უფრო რომელი შენთვის ნიჭია თუ შრომა? ჩემთვის ჩემი კუმირი არის კრისტიანო და ის არის შრომის ღმერთი. შენ როგორ შრომობ? აი და რა ვიცი. არასწორად დავშება კითხვა, რა მიმართულება მინდოდა მომენტს, აი work hard to work smart. როგორ გონია? Smart. ისე რამდენად შეიცვალა ეგ რა, მაგალითად მამაკაცებში ძალიან შეიცვალა, იმიტომ რომ რო ვარჯიშობ მამაკაც ბიჭი რო ვარჯიშობს, ძალიან ისეთ პრესტიჟულად, რაც კარგ საქციელად ითვლება რა და აი ქალებში როგორ არის ეგ? ანუ კაცი რომელიც ვარჯიშობს და საკუთარ სხეულს უვლის და დისციპლინირებულია მენტალურად, ხო? ძალიან სანდოა ჩემთვის რა. იმიტომ რომ მე ვხვდები რომ აი დარბაზში მოსიარულე რეჟიმით ადამიანი სხვა რაღაცეებშიც ისეთია რა. დარბაზში მომწონებია ტიპი. არასოდეს არ მივიდა. არასოდეს. არა. არავინ არ გამეცნია დარბაზში. არა, შეიძლება არ გაგიცნია, მაგრამ ნუ ვარჯიშობს. მომწონებია? ხო, აი ტიპი ვარჯიშობს ახლა რა ვიცი. კი, შენ მომწონები. აი ვიცოდი ამაში ყველა მაგიტო. კი, შენ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ხარ ჩემი აზრით ფიტნეს ინდუსტრიაში, მაგრამ შენ მაგის მერეც ძალიან ბევრი რამე შეცვალე შენ დამოკიდებულებაში და რუტინაში, ხო ვარჯიში, იმიტომ რომ მაშინ ცოტა სხვანაირი აგებულების იყავი, ეხლა удахвецილესი ხარ. აი მე ჩემ მაგალითზე მაგალითად მივხვდით იმისა, რომ ნასწავლი მაქვს ეს აკადემიურ დონეზე ბევრ რაღაცას ვკითხულობ და ზოგადად ჩემი პროფესია არის, ხო? ყველანაირი ნასწავლი და ამ შემდეგ რაც ქონა გავლილი, თითქოს უკან გადავდე
და შევცვალე ძალიან ბევრი რაღაცა იმაში, რასაც ვაკეთებ. თუნდაც კვებაში, თუნდაც ვარდიშებში. გაფილტრე ხო რა შენ თუ გაქვს ესეთი რაღაც, აი რამე ნარატივი თუ არის, რომელიც გქონდა, მისდევდი და მე თლიანად ამოიღე ეს ყველაფერი და იცი რა, უფრო ფიტნესიდან გადავალ კოსმეტოლოგიაში და მოვლის იმაში რა. აი მანდ რო გქონდა 1000 კრემი 5 წლის წინ და ყველაფერს მოვიხმარდით. ეხლა მაქვს 3 კრემი. მიხდი? ანუ ცხრილავ რა, ნელ-ნელა ეს მაწყობს, ეს არ მაწყობს, ეს მჭირდება, ეს საუკეთესოა, ეს ყველაზე მეტად გამომადგა და მათ შორის არის ეხლა რა სტილზეც გადავედი რა, რამდენი ხანი რომ ამბობთ, აი პილატესი რა. ამ პილატესის გოგოებს ცოტას ვეღადავები ხოლმე რა. იმიტომ რომ ის მგონია რომ რაღაცა მოიწყვეს რაღაცა ესეთ კომფორტული ვარჯიში, რომელიც თითქოს არ არის რთული და რაღაცა საერთოდ ვარჯიში არ შეიძლება იყოს კომფორტული რა მე ეგრევე. კომფორტული საერთოდ არ არის და იმედია დარწმუნდები ოდესმე მაგაში. არ ვიცი, ნახე. არ გივარჯიშია რა, სადაც? არასდროს არ მივარჯიში. პილატესის კი არა, იოგის და ნებისმიერი დისციპლინის ვარჯიშები მიყვარს და პატივს ვცემ და ვიცი, ვიყენებ ჩემს რუტინაში, თუნდაც გაწევებს რა პილატესს, მაგრამ აი ცოტა მეჭვება და ეჭვს თვალით უყურებ, რომ მარტო პილატესით როგორ შეიძლება ტაიმი დაიყენოს. პილატესის ჯამპები გაგიკეთებია ჰორიზონტალურად? არა, ესე ხო, კაი. ოკეი, და გაჩვენებ რაც არის. გოგოები მეუბნებიან, რომ არ მინდა გავდიდდე, ვერ გადიდდები ამით. ესეთ შემთხვევით შემოიკუნთო, არ გინდოდეს. ვერ შემოიკუნთები, სად არის? ესე იგი 15 წერია იმას ვთქვი, რომ რაღაც ხუნთი შემოიკუნთო. გავიზარდო და რა აღარ ჩავდე ცოდნა და ძალისხმევა და რუტინა და ძლივს რაღაც დავიხარე და უცებ გოგონა მოვიდა და შემთხვევით შენსავით არ ვიყო ეხლა. ხო. ამიტომ აი ხა შენნაირი პოდკასტები და ამ თემაზე ხშირი საუბარი ძალიან დაეხმარებათ გოგოებს, რომ მიხვდნენ, რომ ქალის ხელს ჭირდება ძალისმიერი ვარჯიშები, ანუ სატრენაჟერო დარბაზში მძიმე წონებით ვარჯიში და საშუალო წონები იმისთვის, რომ პირველ რიგში აი ეს შეიწრუპოს და გახდეს უფრო მინიატურული, რელიეფური, გამოყვანილი, ძლიერი, იმიტომ რომ ჩვენი ჯავშანი არის ჩვენი კუნთოვანი სისტემა, რომელიც მართლა ჩემი აზრით ჯანმრთელობის საწინდარია რა. არა მარტო ჩემი აზრით, კვლევები ამას მოწმობს, რომ კუნთოვანი სისტემა თუ არის აქტიური, ტონუსში, ანუ ხანგრძლივი ცხოვრება და ანუ დღეგრძელობა გარანტირებულია. გარდა აი იმისა, რომ შენ სხეულზე ზრუნავ რა და გჭირდება ნამდვილად შენი კარიერიდან გამომდინარე. მენტალურად ამდენად გეხმარება ვარჯიში. რას ლაპარაკო? ზოგადად მენტალობა ძალიან კარგი მაქვს. არა, ნამდვილად არა. მაგრამ ხო. ოდნავ თუ მივხვდი, რომ რამეში ეჭვი შემეპარა, დარბაზი არის წამალი. ოღონდ მარტო დარბაზი კი არა. უბრალოდ ის, რომ აი ელემენტარული ახლა რაღაცა ავაწყე, რუტინა, დილაობით კისრის ვარჯიშები ლოგინიდანვე. მე ამ კისრის ვარჯიშებს რომ გაახურებ აი ამ ზონას ყველაფერს გინდება მხრებით ავარჯიშო. მაგრამ ეს მხრები რომ მოიხოდება და ენერგია შედის, რაღაცა წელსაც ატრიალებ. მე საჯდომი, მე უცებ ბუქნებს გააკეთებ და 15 წუთში გამოდის რაღაცა დილის პაწაწინა, ანუ გემრიელი რუტინა. ძალიან. სხვადასხვა ეს ძალიან კაი ციგნებს ხო ყველა სულჩა ატომური ჩვევები. კი, გადავიკითხე და რაღაცა მინდა და კვლევაც გამეკეთებინა. ავტორი იძახის რომ სპორტულები იყიდეო და ჩაიცვი და გაიხადე. არა, ჩაიცვი გაიხადე, დადეო. ანუ ჯერ დადე. ესე იწყებს რომ ჯერ ჩაიცვი და გაიხადე. ამ ჩაცმა დახტაში ხო 5 წუთს კარგავ თუ რაღაცას. მე რამოდენიმეჯერ ამას რო გააკეთებ ერთხელ სიტყვერ მოდი ფეხით გავისეინებ ხა და აი ზუსტად ესე აი პაწაწინა ნაბიჯ-ნაბიჯ რუტინა ზუსტად ესე ადამიანები შეიძლება შემოვიტყუოთ ასე ვთქვათ ზუსტად რამე საიდუმლო ისეთი ტრიკი თუ გაქვს რა მაგალითად გადაღებების წინ ამ დონატებს ეგეთი ტრიკი შერატო ამას თუ გინდა ახსნი რატო აქ მინდი ამიხსენი მაინტერესებს დონატებს საერთოდ არ ჭამ იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ზოგადად ჯანსაღად იკვებება ხო და ბევრი ნახშირწყლებით არის დატვირთული ხო კუნთის მასა ეხა რაც მაქვს ხო ეს თითქმის არ არის სავსე გლიკოგენი ო აქვს ხო და გადაღების წინ დონატებს რო ჭამ ქიმიური რეაქციისთვის ხო ხო უფრო ვივსები ან კუნთები ვივსება ასე ვთქვათ გლიკოგენის მარაგით პლუს ამ გლიკოგენის შესვლას კუნთებში სასითხე სჭირდება და კანქვეშ რა სითხეც და კისის კუნთში ისიც კუნთში გადადის შრომები ესეთი მოჭიმულტიპები და ბევრ მარიცის სხვათა შორის და მე ვაკეთებ 2 წელია დაახლოებით ფასტინგს ოღონდ მე ჩემი მეთოდები მაქვს ამას როგორ ვაკეთებ და შენ როგორ აკეთებ ამას როგორ უყურებ რაში გეხმარება ქონდა კურსდაცლავის პრობლემები სულ იმიტომ რომ როგორც მოდელი მაშინდელი სულელი თინეიჯერი ბავშვი ვაკეთებდი საშინელ დიეტებს
იმიტომ რომ არ ვიყავი ეგეთი გამხდარი რა, ვიყავი ცოტა ისეთი ხორციანი ბავშვი. მერე გადავედი დღეში ერთჯერად კმებაზე, რატომღაც ორგანიზმა ეს ემთხოვა რა. და აი ამან ძალიან მასიამოვნა ამ მდგომარეობამ, დღეში ერთხელ კვებამ. პარალელურად ჩავთე ვარჯიშიც, კუნთები წამოვიდა და მივხვდი რომ აი ეხლა ეს რეჟიმია, ზუსტად ის რაც მსიამოვნებს, რაც ენერგიით მავსებს და ანუ кайფობ იმიტომ რომ არა ეხლა ერთხელ არ ვჭამ დილას უკვე ანუ ვცდილობთ რა ჰორმონალურ ნაწილში ქალისთვის მნიშვნელოვანია რომ ჭამა მეც ცოტა ავერო ხო არა ერთი არა რა თქმა უნდა უბრალოდ ფაზა მქონდა ეგეთი რომელმაც მიმაჩვია მინიმალურ კვებას და ეგ კარგი იყო მე უკვე რა თქმა უნდა ეგრე არ გამიგრძელებია ყველაზე მნიშვნელოვანი ფასტინგი რასაც აკეთებს იმას რომ ადამიანებს ჭამა აქედან გამოყავს ეგ რაღაცა მოგვატყუეს გიო რა ეს ჭამა რომ მნიშვნელოვანია ხო ანუ ადამიანებს ჭამა აქვთ ისეთ ხარეთში აყვანი თავის ცხოვრებაში. რომ ნუ მესმის რომ სიამოვნება, მესმის რომ შეფები ყავს მაგარი, მესმის რომ კერძები. ხო, მაგრამ კერძს რასაც გიკეთებს ამ დოზას ეგ კარგია. საჭმელი. და შუა დღეს უკვე კანკალებენ, რომ აი ეს საჭმელი 3 საათს იჭამეს, მაო. ეგ ნევროზია. აი როგორც მარხვა მაგალითად რა, როგორც დაახლოებით ის ფილოსოფია დებს ფასტინგშიც, რომ ადამიანებს აჩვევს იმას, რომ ეს შენი რაღაც მაზღრობის, ნაყროვანების ის რაღაც არა ადამიანური, ადამიანური ეს არ არის დათრუბნო და მცირედით საკმარისია. პური შენი არსობისა და არა ძღომისა. ხო, ზუსტად. აი ესე ვარ ზუსტად, ესე ვცხოვრობ. კარგი, მე მგონი ძალიან სასიამოვნო საუბარი გამოგვივიდა ეხლა და ყავაც მივიტვით და უკვე ენერგიაზეც ვართ გამოგვიძებულები. Let's go. ჩემი საყვარელი ვარჯიშია ზურგი. ზურგი ვარჯიშობ. ვარჯიშობ რა. ვარჯიშობ. ეს მაინც და მაინც ზურგი რატო გადაწყვიტე? ზურგის ვარჯიში მიყვარს ყველაზე მეტად. ყველაზე მეტად რატო? ნუ იმიტომ რომ ზურგს უკან ბევრს ჭორაობენ და ლამაზი ხედი ხომ უნდა ქონდეს. აჰა. მაგის მერე მოდის საჯდომი. სპეციალისტ გოგოებს ზურგის ვარჯიშები მოწონთ და რატო? ზურგის ვარჯიშების დროს თუ იღებენ ამ ყველაფერს თორისთვის საჯდომის ძალიან აქტიურად ფიგურირებს. ხო, მაგითაც. და ლამაზად ჩანს კუნთი, სეპარაცია ყველაფერი. რამდენად დიდი როლი აქვს ზოგადად ვარჯიშის შენ ცხოვრებაში, ეგ მაინტერესებს რა ვიცი რომ სულ ვარჯიშობ და ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ აი რამ 10 ბალიდან მნიშვნელობით რამდენი 10. განსაკუთრებით ის ადამიანი, ვინც ჩემ გვერდით ცდილობს რომ იყოს, უნდა ვარჯიშობდეს აუცილებლად. ანუ ჩემი ყოფილი ვარჯიშე, საკმაოდ ისეთ ასაკში 54-ის იყო, როცა დაიწყო ვარჯიში პირველად. ზოგადად, ანუ ძლიერი ფიზიკურად ძლიერი მამაკაცები მოგწონს ესე იგი? ფიზიკურად და მენტალურად, ხო. მასკულინურობას აქვს შენთვის. კი. ანუ ესეთი მამაკაცი უნდა იყოს ფიზიკურად რაღაც. კი, ჩემ წარსულ ცხოვრებას თუ გადაავლებ თვალს, ძირითადად კალათბურთელი და ფეხბურთელი. მეუღლეც და შეყვარებულიც. ბევრი გოგოსგან მომისმენია, რომ თითქოს ამას საერთო მნიშვნელობა არ აქვს. ეს მართლა ეგრეა თუ რაღაც კომპლექსები და რაც ამართლებენ. ანუ რა ჯობია, რომ ადამიანი სრულფასოვნად კარგია. არაფერი ჯობია, გინდა ფიზიკურით, გინდა მენტალურად. ამას შემოგეკამათება ისე, რომ ანუ არ ნიშნავს კუნთები, რომ რა კარგია მაგას რა. კუნთები ნიშნავს, რომ ძალიან კარგია. აი რამ სიამოვნებს იცი რომ როცა ვარჯიშობ და მოძრაობას აკეთებ ხარ აი აქ და ახლა ამ წუთში ამ წუთში აი მედიტაციის რეჟიმში ხარ იმიტომ რომ ფიქრობ გეფიქრება ყველა კუნთზე გეფიქრება პრობლემებზე აქ არ გეფიქრება გეფიქრება რომ აი კონცენტრირებულად გაუმჯობესო რაღაცეები და მიაღწიო მიზანს აი მაგალითად 15 უნდა ანუ 15 ჯერ ეს პაწაწინა მიზანი მე სხვა სფეროებშიც კარგად მოქმედება. და კიდე ერთი ის მაქვს რა, თავშეუკავებელი ვარ, ანუ ვერ ვიკავებ ემოციას და სულ ხმამაღლა კურსი ხომ. არა, პრობლემა. შეგიძლია. ამოდი, ხა ერთი ძალიან ისეთი ლამაზი ვარჯიში არის, ზურგისაც ქალის სხეული ჩანს ძალიან ისეთ ნებისმიერი კუთხიდან გამოგიშდება ამას სხეული, მაგრამ ახლავე, ცოტა არ შემიშალოს თმა. მე მგონი ძალიან პატარაა. მოდი, ცოტა დიდს მოგწ. ეს კაია. ეს რძემჟავა ტკივილი, იცი როგორ მიყვარს. ლამაზ სხეულში ლამაზი სულია, ეგეთი ძირითადად კი. ჯერა? ეს.
ძირითადად რატო? შეიძლება ამას ხელში არ ნუ არიან გამონაკლისები. მანდ უკვე გონება და ინტელექტი უნდა ჩართოს. სილამაზის აღქმა სხვადასხვანაირია რა. შეიძლება ადამიანი რაღაც სტანდარტებში ჯდება და რაღაც სტანდარტების მიხედვით ლამაზია. მაგრამ საერთოდ არ გელამაზება. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის შინაგანი შარმი არ აქვს. სულის ამბავი არის ზუსტად ეგ. ოჩა. მეც უნდა გადაგიღოთ ჩემი სტორისთვის. მე თუ ვინ უკეთ იღებს, მე თუ ჩემი ოპერატორები. შენ უკვე იცი დარბაში. გავცოცხლდი გიორგი. ოს რა მაგარი ტერასა და კორტები. სხვათა შორის არასოდეს არ მიცდია თამაში. არც არ გითამაშია. არა, არასოდეს. აუ, კარგი იქნებოდა რომ ეს დაგვეგონგება, იმიტომ რომ მეც არც არ მითამაშია და რაღაც ფანი იქნებოდა. მართლა? ხო, მაგრამ მე მგონი უფრო საგიჟეთი მელოდება წინ. დიდი ხანი არ გამიგე? 5 დავთავოთ 1 2 3 4 5. აჩა. ბევრი ადამიანისგან მომისმენია რომ თვითონ პროცესი საერთოდ არ მისწევს სპორტსმენისგანაც კი. ხა. ნუ არ უსწორდება რა, სტრესია რა. ხა. მე სხვადასხვანაირად ვფიქრობ. რეალურად ეს შეიძლება ვარჯიშის დროს აი ეს დაღლა და ეს ტკივილი გსიამოვნებდეს? აი ეს დაღლა და ის რომ ცოცხალი ვარ და ჩემი ორგანიზმი ზუსტად. ტონუსშია და ყველა უჯრედი რაღაცა ზუსტად ანუ ვიბრირებს რომ მადლობა რა კაი გოგო ხარ მომწონს. მე ვფიქრობ რომ გოგონებმა უნდა ჩაიხედონ სარკეში. უნდა შეხედონ საკუთარ თავს. უნდა მიიღონ რა თქმა უნდა მადლიერებით ეს ჯანმრთელი სხეული. ნახონ რისი დამუშავება და დახვეწა ჭირდებათ. გამოთვალონ რამდენი დრო ამისთვის საჭირო და რა ძალისხმევაა საჭირო და ნელ-ნელა იმ ატომური ჩვევების წიგნის არ იყოს ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ შეუდგნენ ამ საქმეს. ანუ სხვა არ ვიცი რა უნდა უსურვო, იმიტომ რომ 30 პლუსიდან ქალს ეს ყველაზე მეტად ჭირდება. აი რაღაცას მიპირებდი პილატესზეო, რეფორმერებზე. არა, შენ თვითონ იძახდი რომ ძალიან როგორ შკურია და ასე შემდეგ. ძალიან მარტივი არის და საერთოდ არაფერი გიცდიოდეს მე? არა, რეფორმერი არის. წარმოგინდა დავრეკოთ თუ არის თავისუფალი შეკიყვანა. ეხლა მზიურის ოქტოპუსში არის რეფორმერები და შეგვიძლია ჩავიდეთ. წავედით. თან რამდენიმე დღეს მე მგონი, ხა? არ ვიცი რა უნდა იყოს ეხლა მე რომ გამიკვირდეს არ ვიცი რა. აქ ვერ Let's go, შემეჯიბრება, ეხლა girls! პულტებში ვერ მეჯიბრება და კარგი წავა, გაჩვენებ რაც იქნება და აი ეს სად მომიყვანე რა არის ეს. ანუ ეს მეგონა და ჩემი სიყვარული. სავარჯიშოთ აქ სავარჯიშოს არაფერზე არ გავს ეხლა ეს. უფრო არ გავს, რას გავს? ასოციაციები გამოიწვევს. აქ უნდა მიმაბან მე. რას ზუსტად. ჩვენ ახლა მოვედით ოქტოპუსის მზიურის პირაში, აქ არის რეფორმერების ოთახი. პირველად ვარ საერთოდ ამ ოთახში მე მგონი რა და არც არ მიცდია, მაგრამ ცოტა ისე უყურებ რა, მგონი აქ რამე სირთულე იყოს და საერთოდ ვთვლი რომ პილატესი არის მოგონილი იმიტომ რომ ქალებისთვის რაღაც კომფორტული ვარჯიში შეექმნას და საერთოდ არ ყოფილიყო ეს ვარჯიში ძალისხმევასთან და ისეთ დატვირთვასთან დაკავშირებით. შენ როგორ ფიქრობ? ძალიან ცდები და კარგია რომ დღეს გამოცდილებას მიიღებ რეფორმერთან დაკავშირებით და ნუ ვიღაცები ვინც მოდიან ძალიან ბევრი ფიქრობს ეგრე რომ აი აქ რა უნდა მეტკინოს რა უნდა დამეჭიმოს ეს ისეთი მარტივია და რაღაცები მაგრამ ბოლოს რავი 4-ით გადიან ხოლმე და ნინი მაჭარაშვილი რამაზი პრესი გაქვს Oh my god ეს პილატესით დაიყენა პრესი აუცილებლად ხო ესე ატყუებენ ხალხს. ეს შარლატანები არიან. იცი ჰორიზონტალურად რატო ვართ? რატომა? იმიტომ რომ იმ კაცმა ეს ვარჯიშები გაუკეთა ადამიანებს, რომლებიც ვერც დგებოდნენ. ხო და მაგას ვიძახი რა, რომ ეს არის მაგათთვის. მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ძალიან მაგარია ყველასთვის, მარტო დაინვალიდებული ადამიანებისთვის არა რა ომში. ხო ვიძახით, რომ დამაბანო მეთქი რა. Oh yes. მერტო როგორ მომენატრა. აუ გიო მადლობა. ეს რა არის? ანუ 64-ში ვარ. რა 64? გაგიჭირდა ბიჭი? ჩემ კოლეგებს მიმართავ რა. ეს მხოლოდ გადაცემის ხდება, მე ესეთ რაღაცებს არ ვაკეთებ მეგობრებო, არ გეგონოთ რომ რაღაც ორიენტაცია შევიცვალე. უბრალოდ გადაცემისთვის. სხვათა შორის ძალიან მეორე მამაკაცი ვარჯიშობს რეფორმერს. და სპორტსმენი. მიდიგია. ეს ზემოთ რა ჩანო, ტრაკი.
თუ გინდა ყველა ზამბარა დამიყენეთ, ხალხი არ მაქვს პრობლემა. ინკვიზიციის სკამია ეს თუ ეს. შუა საუკუნეების. სრულიად მოულოდნელი იყო ხა ეს ჩელენჯი ჩემთვის. რამე გამირთულეთ. გადავიდეთ ბოქსზე. ჯეხო დამაბეს და ეხლა უნდა მცემონ. არა, ყუთია. ბოქსი 5. ეს არ მიყვარს. ეს გონიათ გამიჭირდება ეხლა. არ გონია, გვაინტერესებს გაგიჭირდება თუ არა. რამე რთული გამოუშვით ხალხო, რამე ჩელენჯი მინდა. ესე იგი გიო შენ ძალიან ყველაფერი გავლილი გაქვს. ოუჩ, ნახე. მოგცემს მარჯვენა ფეხის საშუალებას. ცოტა გაგიჭირდეს ეს რაღაცნაირად, რომ რამე სახემი? მე ნახე. ამის კვადრიცეპსი როგორ გესიამოვნება, მე ახლა რო შეცვლით ფეხს. ყოჩაკიო მიდი. იცი წლივიც ჩაჭიმე, ნახე როგორ გესიამოვნება. ეს უკვე ჩელენჯია. საერთული. რართული. ესაც აკეთებს. ხო, რა თქმა უნდა. მე ფიტნეს ბიჭუნა ვარ. ანუ რა, მე ყველაფერი გამოცდილება შემიძლია. და განათლება არის. სპილოტეს რეფორმაში და ისეთი ხმები გამოდი და და რატო უჭირდოთ ვერ იცი გავუწევ. რა, ნახე 1 საათიან ინტენსივს თუ გააკეთებ, მართლა შეიძლება უდრიდეს შენ რაგბის 3 ვარჯიშს. უნდა ჩაგაყენო მე შენ რაგბის არა სპორტაში. იყოს გენოცვალი. მე გაჩვენე. შერკინებაში რო გავარ და შერკინებაში უნდა ჩაგაყენო. მანეკენებს რო ვერ კინები. ესე თასახეც ესეთ უნდა მიიღო პილოტეს რო აკეთო. არა ხა. აღარ ქნაგ. აბა ეხა იქნება ეს მაინც გაგიჭირდეს კი. რა გიჟება. დავამარიაჯებ. ნიშნულობა არ აქვს რა, ეს იქნება რეფორმერი, ეს იქნება ფიტნესი, ეს იქნება იოგა, ეს იქნება დილით ადგომა და თუნდაც ზოგადად ჰაერზე სეირნობა, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, სადაც თქვენ თავს იპოვით, ის ვარჯიში ივარჯიშეთ. თავარია რომ იყოთ აქტიურები, იმოძრაოთ, იმიტომ რომ ეს ის საწყისია, საიდანაც ჩვენი წინაპრები მოდიან მილიონობით წელი. უბრალოდ ტექნოლოგიების განვითარება მოიტანა ის, რომ მოვდუნდით, მაგრამ ადამიანის სხეული აი შემოხედეთ. სხეული არ არის შექმნილი კომფორტისთვის და მოდუნებისთვის. ჩვენ სხეულის და გონებაც შექმნილა იმიტომ, რაღაც წინაღობებს და რაღაც ბარიერებს გაუძლოს და ამითი ვითარდები, ამითი ძლიერდები და ამითი განიცდი ევოლუციას. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ჩემო თერგო, ერის სიცოცხლისა და სულის ჩამდგმელო ილია ჭავჭავაძე გვეუბნებოდა და არა მარტო ილია, ძალიან ბევრი ცნობილი მოაზროვნე. არ მინდა რომ უსაჩუქროდ გაგიშვა ჩვენი პარტნიორი ფიტნეს ფორმულა, რომელმაც აქ რა არის ვნახავ, მაგნეზიუმი, ladies multi, ეს არის ქალების მულტივიტამინი, რომელიც ყველა მინერალი და ვიტამინი არის, რაც ქალებს ჭირდებათ, ვიტამინი D3 და ეს კოლაგენი, რომელიც სხვათაშორის ძალიან პოპულარულია ქალებში და მადლობა ძალიან დიდი. მადლობა ფიტნეს ფორმულას და შენ. მოკლედ, შეჯამება რო გავაკეთო დღევანდელი დღეს. ძალიან ვისურვებ, რომ ყველა მიპოვოს ძალა და დრო, რომ საკუთარ თავს დაუთმოს რაღაცა 1 საათი რა, კვირაში 3 ჯერ. ყველა ქალმა, იმიტომ რომ იმხელა თავდაჯერებას, იმხელა სილაღეს, იმხელა თვითრწმენას გმატებს ეს აქტივობა, რომ მართლა ინით აღუწერელია რა და მე რა თქმა უნდა ყველა სფეროში გიუმჯობესდება ცხოვრება. მადლობა ძალიან დიდი, რომ იყავით ჩვენი განაცემის სტუმარი. ივარჯიშეთ, მიბაძეთ ალექსანდრას ქალებო და არა მარტო ქალებო, მამაკაცებო, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება თქვენ თავს გავუკეთოთ. ამაზე მაგარ რაღაცას, რასაც შეიძლება კვირაში 3 საათი დაუთმო. მე მგონი მეც ვერაფერს ვერ გავუკეთებ შენ თავს. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოებს შევგთავაზებთ მათ. ასევე დამიწერე კომენტარში ვარჯიშის ან სპორტის რომელ სახეობას და რომელ სტუმარს იზრუნებდი შემდეგ გადაცემაში.